თემა ეხება 10 წლეულის ინოვაციის 2024 წლის კონკურსის გამარჯვებულებს, რომლებიც NASA-დან დაბრუნდნენ. 10 წლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებული გუნდი NASA-ს კოსმოსური ცენტრის საზაფხულო სკოლაში იმ პროექტის შექმნის შემდეგ მოხვდნენ, რომელმაც მათ გამარჯვება მოუტანა. და საქმეს სხვათა შორის არც კონკურსის მიღმა შეეშვება. რა მოხდა NASA-ში? დღევანდელი ეთერის შემდეგ უკვე არ დარჩება მხოლოდ NASA-ში და ამას ყველაფერს საქმიან საზოგადოებას გავუზიარებთ. ამისთვის Merian Gardens გუნდის წევრები ანა სალდაძე, ლუკა წოწორია, ზვიად ფრუიძე და ლუკა ფურჩხიძე შემოგვიერთდნენ. დილამშვიდობისა და დიდი მადლობა მობრძანებისთვის. როგორ ვძლობთ თავს? კარგია ხო დილიდან ადრე აქ მოსვლა. ანა, დავიწყოთ ამბით, რას წარმოადგენს თავად ეს პროექტი? დიახ. და მე უკვე NASA-სთან დაკავშირებით ბატონი ლუკა მოემზადება. კი ბატონო, პირველ რიგში მოგესალმებით და მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ჩვენ როგორც 10 წლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებული გუნდი გავემგზავრეთ NASA-ს კოსმოსური ცენტრის საზაფხულო სკოლაში. ჩვენი პროექტი გახდათ ინოვაციური წყლის ნავთობისაგან გამწმენდი ავტონომიური ნავი და სწორედ ეს ჩვენი პროექტი გახდა ამ კონკურსის გამარჯვებული. NASA-ში ჩვენს გუნდთან ერთად წარმოდგენილები იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის გუნდები, მეტწილად ამერიკის შეერთებული შტატების გუნდები და ამ ჩვენს გუნდებს შორის გაიმართა შეჯიბრებები სხვადასხვა დავალებებში. მათ შორის გახლდათ რაკეტის აწყობა და მისი რაც შეიძლება დიდ მანძილზე აფრენა, რობოტის აწყობა და მისი დაპროგრამება სხვადასხვა დავალებების შესასრულებლად. ასევე მარსზე ასტრონავტებისათვის საარსებო გარემოს მაკეტის შექმნა და მაღალი ტემპერატურის გამძლე ობიექტის შექმნა. ანუ რამდენიმე პროექტი იყო ერთად? დიახ, ჩვენ ამ გუნდებს შორის ჩატარდა შეჯიბრებები კონკურსის სახის სხვადასხვა დავალებებში, რის შედეგადაც ორში ჩვენ მოვიპოვეთ პირველი ადგილი, ერთში მეორე და ერთში მესამე ადგილი. და ეს ყველაფერი არის ახლა ჩვენს წინ. ეს არის ამისი აღნიშნული ამბები. როგორ გაგრძელდა ეს ყველაფერი ანა ადგილზე? ანუ ეს იყო რამდენი ხნის განმავლობაში იმყოფებოდით NASA-ს საზაფხულო სკოლაში? ჩვენ იმყოფებოდით 1 კვირის განმავლობაში NASA-ს საზაფხულო სკოლაში და ყოველდღე სხვადასხვა შეჯიბრებებს გვთავაზობდნენ და ეს იყო მთავარი შეჯიბრებები, რომელშიც ჩვენ საპრიზო ადგილები დავიკავეთ. გუნდებმაც ანალოგიურად მოახერხეს რამდენიმე პროექტის წარდგენა, ეს სავალდებულო იყო თუ გუნდებს შეეძლო თქვა ერთი დავალება ყოფილიყო ან რამდენი? სავალდებულო იყო ყველა პროექტში მონაწილეობა, თუმცა რა თქმა უნდა შემდეგ უკვე ყველა შეჯიბრებაში ქულები გვეწერებოდა, რის შედეგადაც მხოლოდ რამდენიმე გუნდი ახერხებდა საპრიზო ადგილას გასვლას. კარგი, ჩვენთვის თემა პირველად არ არის, რომელსაც ვაჟღერებ ჩვენს ეთერში, მაგრამ ლუკა, რა გამოცდილება უყნა NASA-ში და რეალურად თქვენ სეხნიასთან ერთად რომ მოგვიღეთ, რა მოხდა NASA-ში და რატომ არის მნიშვნელოვანი ის გამოცდილება, რაც ამ საზაფხულო სკოლაში შეიძლება? დიახ, ნამდვილად როგორც აღნიშნეთ, ძალიან დიდი გამოცდილება იყო NASA-ში ვიზიტი ჩვენთვის. თუნდაც ისეთია ადგილის დათვალიერება, ისეთ ინჟინერებთან შეხვედრა, რომლებიც მომავლის ტექნოლოგიებს ქმნიან, ძალიან დიდი мотиваციის მომცემი არის ჩვენთვის და ძალიან დიდი мотиваციით და შემართებით დაბრუნდით NASA-დან, როდესაც იქ დავინახეთ ის ტექნოლოგიები, რომელიც მთლიანად კაცობრიობის ყოფას ცვლის. იმას გარდა რაც ანამახსენა, რომ ტარდებოდა სხვადასხვა შეჯიბრებები და სხვადასხვა ტრენინგებს გავდიოდით, ამას გარდა ყოველდღიურად ვნახულობდით სხვადასხვა ისეთ ისტორიულ ადგილებს, რომლის შესახებაც დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ადამიანმა იცის, თუნდაც როგორც არის Mission Control ცენტრი, საიდანაც იმართებოდა თორეზე გამგზავრების მისია, ასევე დავინახეთ უშუალოდ ვიყავით სამუშაო ადგილებში, სადაც უშუალოდ NASA-ს კოსმოსური ინჟინერები მუშაობენ და უშუალოდ ის ადგილები ვნახეთ, თუ სად იქნება ეს ტექნოლოგია, რამაც მართლაც რომ ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე. არის თუ არა რაიმე მიმართება ლუკა, რომელიც გადაწყვეტილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ამ ტიპის გამოცდილება, როცა ახალგაზრდები იქმნიან, ეს რაღაცა სრულიად სხვა პერსპექტივებს ხსნის, ანუ ელემენტარულად აქ არ არის მარტო საუბარი, რაც ლუკამაც და ანამაც მოყვა, რომ გაიცნო ადგილობრივი სპეციალისტები და მსოფლიოს წამყვანი ინჟინერები თუ გამომგონებლები. უბრალოდ ურთიერთობებზეა საუბარი. ალბათ ერთი თაობის წარმომადგენლებთან, რადგან იქ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები იყვნენ, ხო? კიდევ რა ტიპის გამოცდილებას აღნიშნავდით თქვენ? გარდა იმისა, რაც ლუკამ და ანამ აღნიშნა, ჩვენ შევხვდით ერთ-ერთ ასტრონავტს, მაიკ ფორმენს, ასევე ვესაუბრეთ მას ჩვენს პროექტის შესახებ, აღვუწევთ ყველა თითოეული დეტალი, თუ რა შევასრულეთ ამ კონკურსის ფარგლებში და
ძალიან დიდი აღტაცება გამოიწვია მასში, დაინტერესდა როგორ შევძელით სკოლის მოსწავლეებმა ეს ყველაფერი და შემოგთავაზა დამატებითი ასე ვთქვათ კვლევები და გამოწვევები, რომელსაც შევასრულებთ როგორც საქართველოში ასევე შეგვიძლია წავადგინოთ სხვა ქვეყნებშიც, მაგალითად NASA-შიც კი შემოგთავაზა ამ პროექტის განვითარება. გარდა ამისა, ჩვენ ძალიან დიდი ცოდნა და გამოცდილება დავაგროვეთ თვითონ ადგილობრივ მოსწავლეებთან ურთიერთობით. ძალიან ასე ვთქვათ მრავალფეროვანი პროექტები ქონდათ მათაც და კონკურენციაც ძალიან დიდი იყო, რის გამოც ღირდა ასე ვთქვათ ეს ერთკვირიანი დავიწყარი. ამ საზაფხულო სკოლაში მხოლოდ ადგილობრივები იყვნენ თუ სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები? უმეტესად იყვნენ ამერიკელები, თუმცა იყვნენ კოლუმბიიდანაც, სამხრეთ ამერიკიდან, ევროპიდანაც, მაგალითად ესპანეთიდან იყვნენ ორი გუნდი. თუმცა ძირითადად მაინც ამერიკელებისგან იყვნენ დაკომპლექტებული. ესე პერიოდულად კრეფენ ახალგაზრდებს სოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან და იქ იყრიან თავს, ხო? დიახ. კარგი, ლუკას მონაყოლზე არ შემიძლია არ ვაჩვენო ყველას. როცა არის საუბარი მაიკ ფორმენზე, თითოეულმა მათთაგანმა მიიღო აი ესეთი დიახ, ეს კონკრეტულად ახლა აი ანას ალდაძესთან დაკავშირებულია, მოიცა დავაბრუნო მაიკ ფორმანი ერთი წუთი თქვენ ამაზე არ ინერვიულობთ, ფორმანი არსად არ წავა. აგერ ისევ ჩამოვარდა, ხო? კაი. მაშინ დავიკავებ ეს. კარგი. ამერიკელ ასტრონავტს ჩემი დახმარება დაჭირდა, თუმცა ანა Dream Big და მაიკ ფორმანის ხელმოწერა, ისევე როგორც ნახეთ, სპეციალური სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ ანა სალდაძემ ამ შემთხვევაში, თუმცა ეს ყველაფერი ეხება თითოეულს, ვინც მიიღო მონაწილეობა, ეს ადასტურებს, რომ NASA-ს ცენტრში მიიღეს მონაწილეობა NASA Space Center University, რომელიც ამას ყველაფერს ადასტურებს და ეს განსაკუთრებულად მახარებს ყველაფერთან ერთად. ზუსტად მინდა ვისაუბროთ გეგმებზე ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რა გეგმები დაგროვდა, იმიტომ რომ ჩვენი შემდეგი ეთერები რაც იქნება Marine Guard-თან დაკავშირებით, მინდა რომ უკვე მაქსიმალურად შეეხოს პროექტის პროგრესს, იმ შესაძლებლობებს, რომელსაც გეგმავთ გუნდის წიაღში და მოდი ახლა ამაზე გავხსნათ საუბარი. კი ბატონო, NASA-დან დაბრუნების შემდეგ აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას არა მხოლოდ ნავის იდეაზეც, არამედ სხვა ინოვაციურ პროექტებზეც. აქტიურად ჩავერთვეთ GITAS ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ პროექტებში და ჰაკათონებში და გავხდით ერთ-ერთი ჰაკათონის გამარჯვებული აგრონომიის მიმართულებით. მოვიპოვეთ 10,000-იანი გრანტი და ამ გრანტის დახმარებით ვაგრძელებთ ამ ინოვაციურ პროექტზე მუშაობას. გარდა ამისა, უშუალოდ პროექტზე მუშაობისასთან NASA-ში ყოფნის განმავლობაში ძალიან დავინტერესდით 3D ბეჭდვის სფეროთი და ასევე ვფიქრობთ სტარტაპის ჩამოყალიბებას, როდესაც 3D ბეჭდვის მიმართულებით და ვცდილობთ რომ რაღაც ახალი პროდუქტი და ჩვენი ინოვაციური მინდვრომა შევთავაზოთ ქართულ ბაზარს ზოგადად. რადგან ვფიქრობ რომ 3D ბეჭდვის ტექნოლოგია ამ ეტაპზე არის იმ დონეზე, რა დონეზეც იყო მაგალითად კომპიუტერი ან სმარტფონი 2010-2009 წელს. და მოთხოვნაც იმგვარი შეიძლება იყოს ზია? კი ბატონო, მე ვფიქრობ რომ მოთხოვნა იმგვარი იქნება და ძალიან გაიზრდება. შესაბამისად ვფიქრობ მინდა რომ ამ ყოველის განვითარების ნაწილი გავხდეთ და ამ ყოველში აქედანვე ჩავერთვით. ეს გუნდის საერთო გეგმები არის, ანუ რის თქმა მინდა, Marine Guard-ი არის თემა, რომელიც კონკრეტული პროექტებიდან გამომდინარე დაგაკავშირათ, რაც თქვენ ბრძანეთ და წარადგინეთ NASA-ში. რაღაცეებს აქტივობებს ალბათ დამოუკიდებლად აგრძელებთ სხვებთან ერთადაც, იმიტომ რომ სწავლა არის, პროცესია, ანა გერმანიაში აგრძელებს სწავლას და ეს ყველაფერი ისევ Marine Guard-ით გრძელდება თუ სხვადასხვა ინდივიდუალური პროექტები აქვს. ეხლა სტარტაპს არ უყვარს ხოლმე ძალიან ბევრი ხალხი დასაწყისში. Marine Guard-ი რა თქმა უნდა გრძელდება, თუმცა პროექტი არის საკმაოდ მასშტაბური. შესაბამისად მოითხოვს დიდ ინვესტიციას, რათა შესრულდეს. შესაბამისად ამ ეტაპზე ვცდილობთ რომ სხვა სტარტაპებში ჩავერთოთ და სხვა სტარტაპებით დავიწყოთ და ეს პროექტიც რა თქმა უნდა, ოდესღაც განვითარდება და მიაღწევს თავის მაქსიმუმს. როგორ შეიძლება ლუკა თქვენს გაგრძელდეს თქვენი აზრით კავშირები და კომუნიკაცია, რაც ჩამოყალიბდა იმ ერთკვირიანი ყოფნისას NASA-ში, იგივე ასტრონავტთან ის ურთიერთობები, რაც ბრძანეთ და ელის სხვადასხვა თემებს და მოგცათ კონკრეტული კონტაქტები, სად და როგორ შეიძლება გაგრძელდეს, ამას აპირებთ და ეს კომუნიკაციას ინარჩუნებთ? რა თქმა უნდა, იმ მაიკ ფორმანმა შემოგთავაზა თანამშრომლობა
ჩვენ შეგვიძლია განავვითაროთ ჩვენი პროექტი არა მარტო მაგალითად ეკოლოგიის მიმართულებით, ნებისმიერი სფეროს მიმართულებით და უშუალოდ დაუკავშირდეთ მას და თუნდაც იმავე ჰიუსტონის NASA-ს კოსმოსურ ცენტრში წავაგდოთ ეს პროექტი და დაინტერესების შემთხვევაში შევეძლიათ რომ უფრო ჰიუსტონზეა ხო ლუკა საუბარი? ლუკა თავად რა გეგმებზე მუშაობთ კიდე? აი სტარტაპების მიმართულება რაც ზუსტად ახსენა. მე მგონი რომ ძალიან საინტერესო იქნება სხვადასხვა თემით. ეს შეიძლება შემოიფარგლოს, მე რაიან გარდით შეიძლება სხვა იყოს. ეხლა ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ აქ არ სრულდება, ამას გარდა რა თქმა უნდა, როგორც ზუსტად ახსენა, ვიღებ სხვადასხვა ტექნოლოგიურ პროექტებში მონაწილეობას და ამას გარდა ასევე ვაგრძელებთ ამ მიმართულებით განათლების მიღებას, რაც ზუსტად ლუკას, ანაც მეც, ყველა ჩვენი გუნდის წევრი, სწორედ ამ მიმართულებით, ტექნოლოგიების მიმართულებით აგრძელებს განათლების მიღებას. ანა, გერმანიაში აგრძელებთ თქვენ სწავლას. რა არის ეს კონკრეტულად რა კურსია და რა განათლებით დაგვიბრუნდებით? დიახ, გერმანიაში კონსტრუქტორის უნივერსიტეტში ვსწავლობ რობოტიკასა და ინტელექტუალურ სისტემებს და მყავს პროფესორები, რომლებიც არიან სხვა ქვეყნებიდან ბევრ მათგანს დოქტორანტურა აქვს დაცული MIT-ში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ამიტომ არიან ძალიან ძლიერი პიროვნებები, სწორედ რომ რობოტიკისა და ტექნოლოგიების კუთხით მათ მე მოვუყევი ამ მარინგარდის პროექტზე, ჩვენს პროექტზე, რომლის საშუალებითაც ვიყავით NASA-ში და რამდენად მნიშვნელოვანი პროექტი არის ის, ისინიც დაინტერესებული არიან ამ პროექტის წარმატებით და ჩვენი მომავალი გეგმებით და ასე რომ ვიღებ განათლებას ამ კუთხით და ასევე ვცდილობ რომ ასევე წვლილი შევიტანო პროექტის განვითარებაში უკვე მომავალში. დარწმუნებული ვარ გამოგივათ ყველას ერთად. გელით ნებისმიერი სიახლეებით იქნება ეს მარინგარდის წიაღში, ზუსტად თუ ნებისმიერი სხვა წარმატებები თქვენ. მადლობა დიდი მობრძანებისთვის ანა სალდაძეს, ლუკა წოწორიას, ზუსტად ფრუიძეს და ლუკა ფოჩხიძეს, ბოდიში ლუკა, აი ესე იცის ჩემო ამბავმა და წარმატებები მარინგარდის გუნდს.